შუადღე მშვიდობის ამ მეგობრებო. ძალიან ორიგინალურ თემაზე უნდა ვისაუბრო დღეს და ამიტომ ყველას დაგპატიჟებთ. იმათ, ვისაც ლაზარეს ენა არ გაგიგებათ, ხომ ძალიან გთხოვთ, რომ დატოვოთ გვერდი. დანარჩენებმა მისმინეთ და აი ამ საკითხს განვიხილავთ აი ახლა ჩვენ აქ. ამ გვერდზე, რასაც თქვენ ხედავთ, არის მოცემულობა, სადაც აღწერილია თუ რატომ დაადეს და საიდანაც გავიგეთ, რომ რატომ ადევს თამარის აკლდამას ფალოსის კულტის ქვა. შემომიერთდით, გავაგრძელოთ ჩვენი საუბრები. ასევე გადააზიარეთ ვიდეო და იყავით აქტიურად ჩართული თქვენი კომენტარებით. ხო, კარგი, ოკეი. ვისაც არ გაინტერესებთ ეს თემები, არავინ არ გაკავებთ. დაახვიეთ ამ გვერდიდან და ვისაც გაინტერესებთ, დარჩით აქ და მოისმინეთ რა. კარგი? აი აქ ხედავთ თქვენ, მოკლედ იმ გეგმას, რომელზეც დღეს ვისაუბრებ მე რა. და აი აქ ჩავწერ კიდე, მოდი ახლა ეს გავთიშოთ. თქვენ ალბათ იცით ბატონი აკაკი ჯორჯაძის საუბრები, რომ სიტყვა უნდა გამოვიდეს, თორე სიტყვა თუ არ გამოვიდა, ბავშვი არ დაიბადება, ხო? აი ხა დავიწყოთ. თავდაპირველად რა იყო? იყო სიტყვა. სიტყვა, მეგობრებო, არის გამართული ქართული. სიტყვა არის დამახინჯებული ქართული. მოდი დავწეროთ თავ და პირველად. ყელი ადამიანის. აი ესე დავწეროთ რა, პირი, აი აქ თვალები, ცხვირი და თავდაპირველად. ეხლა ნახეთ. სიტყვა იყო, ხო, თავდაპირველად? ხო და თუ სიტყვა იყო თავდაპირველად, აი აქ ჩვენ გვაქვს ჟღერადობის 7 ეტაპი. დოდან დომდე. დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დო. ეხლა აი ესე ვწერ რა, იმიტომ რომ ერთ მობილურში ვიყურები და ერთი ხელით ვწერ, ამიტომ კარგად ვერც დავხატავ და ვერც დავწერ. ფეხები ესე გავუკეთეთ. ნახეთ უყურე, ადამიანის ცენტრიდან შემოდის სულიწმინდა, თავში ჩადის, გაივლის გულს და ადის და გამოდის გარეთ. ნახეთ როგორ ხდება. შეგიძლიათ აი თავი მხოლოდ წარმოიდგინოთ, აქ პირი, ჩამოდის სიტყვა და გამოდის გარეთ. გადმოგდებული ენა, ხო აქვს გადმოგდებული ენა. ეხლა შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ აუ ეხლა ეს არა მეგობრებო, აი ადამიანს აქვს შემსვლელი პირი. და სიტყვა გამოდის აქედან. შეუძლია ამ სიტყვამ გაიაროს გული, შეუძლია მხოლოდ აი აქ გააჩერდეს და აი აქ გაიაროს. შეუძლია გულში ჩავიდეს, ან ყელში, ყელამდე ჩავიდეს და მხოლოდ ყელიდან გამოვიდეს. ხა უყურე. როდესაც ამას გადაუკეტეს სიტყვა, ქალს გადაუკეტეს სიტყვის თქმის უფლება და დაამოწინეს ენა, ეს ენერგია ქალს რამ რაოდენობითაც მიიღება, აი ზეციდან მიიღება ეს ინფორმაცია, შედის თავში. თავის ამ ნაწილში შედის, აი ამ ნაწილში შედის და ნებისმიერი სულიწმინდასთან კავშირში თავის შუა ცენტრიდან შედის, აი აქედან. და როდესაც მიიღება სიტყვა და სს წარმოთქვავს, ხო? სისინებსო, ხო? სისინებს. რა სისინებს? გველი სისინებსო. არა მეგობრებო, მარტო გველი კი არ სისინებს. სიტყვა სისინებს. და ეხლა ნახე, ქალს გადაუკეტეს აი აქ
შენ არ თქვა შენ დამუნჯდი და იმხელა ენერგია შემომავალი ეხლა ქალმასაც წაიღოს ხო გასკდა გული დაენგრა ორგანიზმში ყველაფერი რასაც იღებს და არათქმევინებს და კაცმა დააწერა ქალს სიტყვა რა რომ აი მე შენ ეხლა მარტო აქედან ამ შესასვლელიდან დაგაორსულებ და ნახე აქედან ისევ ბავშვი გამოვა ეს რა არის ეს არის ასოფგერა ხო აი ანუ ფალოსი თქვათ აი ფალოსით ორი შემცვლელია ერთი სიტყვა და ერთი ფალოსი ესე იგი უფლის სიტყვა შემოდის თავიდან და ფალოსი შედის ქვედა ნაწილიდან ორივეს აქვს განვითარება ერთი გამოდის პირიდან და ერთი გამოდის ისევ თავისი ადგილიდან საიდანაც ჩაითესლა აი აქ ის წარმონაქმნი რომელიც გველმა ევას აცდუნა როდესაც გვლ-მა აცდუნა განის და ვინის ელმა აცდუნა ევა განი და ვინის ენი აი აქ ეხლა დაგიპოსტავთ თქვენ რა არის ეს განის და ვინის ელმა აცდუნა ევა შემდეგ მან წარმოქმნა ტყუპები კაინი და აბელი ასე წერია ბიბლიაში რომ აჰა ევამ გაუჩინა ღმერთს ორი შვილი არ გამოდგა ეს შვილები კარგი აქ ბევრი რამე წერია ხა ამ ფურცელზე და სანამ ტვინი აგიდუღდებათ ესე ადვილად აგიხსნით რა თამარი ძალიან სერიოზულ როლს ასრულებს და საერთოდ ადამის შექმნიდან დღემდე აი დღეს რო აღდგომა აი ძალიან მალე რო აღდგომა დაიწყება თამარის როლს მე გააცნობიერებს კაცობრიობა და თამარი რატო იყო გასული თამარმა მე-12 საუკუნეში დრო მოღუნა და წავიდა ისევ საწყის დაუბრუნდა რატო თამარმა შეძლო ის რაც ვერ შეძლო ევამ ევა იყო ძალიან გამოუცდელი ახალი ქმნილება რომელიც როგორც იახვემ ისე გველმა როგორც მისმა ქმნილება შემქმნელმა ისე ერთ-ერთმა ელმა რომელიც იყო ამ ბაღში ედემის ბაღში სადაც ადამს აწარმოებდნენ ანუ სადაც ტარდებოდა ეს დიდი ექსპერიმენტი ადამის შექმნისა და როდესაც სულიწმინდა ბერავს მერე აი ამ ქმნილებას სულს არსებობს იმ ედემის ბაღში ერთი გველი ეს გველი ის ქვეწარმავალი კი არ არის მეგობრებო არა ეს არის ელი ერთ-ერთი ღმერთია განისა და ველის ღმერთი გველი განისა და ველის ღმერთი რომელიც სინამდვილეში კარგი უნდა ევასთვის რა რომ ხედავს რომ ევას რაღაც მონაცემები აქვს და შეუძლია რომ განიღმრთოს და ბოლოს როგორც სიტყვას შეასწავლის ისე შეასწავლის თუ როგორ შეიძლება წარმოქმნას სული ევა და ორ სულებს და მართლაც ორი ბავშვი გაუჩნდება ევას მისგან და ესე იგი ეს ღმერთი რომელმაც ევა შექმნა დაადანაშაულებს ევას ადამის ევას დაადანაშაულებს და აი ეს გველიც ხომ საერთოდ დაიკიდებს ამ ევას რა და წარმოიდგინეთ ახლა შეეტენა ევას ეს ყველაფერი საწყალი ევა წარმოიდგინე ახლა ბავშვი რომ შეაცდინო და მე რომ მოსთხოვო რატომ იმრუშე გესმის აი თუ ყველა დასაწვავი არ იყოს ეს იახვეც ეს ადამიც და ეს გველიც დედას ფიცავა რა მაგათ დავწვავ ცეცხლში იცოდეთ რა არ დამენახონ ეგენი თვალსა და ხელშუა გაქრნენ დედა მოწყნულები ეგენი რა ამ ევას და ეს კაცობრიობა დადგა და ევა და სანამ არ მოვიდა კაცი მართალი
კაცის ძე ქრისტე და არ ხალხო თქვენ შიქხომ არა გაქვთ ყველას მათ რას აკეთებთ ბიჭო რას აკეთებთ ქალებს ქოლავდნენ იმიტომ რომ ქალი იყო შემაცდენელი და დედა მოწყნულების სამყარო დასაწვავია აქაურობა და ამ ქალს საწყალ ქალს გოგო პატარა თქვენ განახათ ევა რა საწოდავია ევა რა გულშვილი ქალი გოგო იყო მე ნანახი მყავს ევა როგორი იყო ის და როგორი შეაცდინეს მე ნანახი მყავს ევა და იმ ქალზე რომ ვიღაცა თითდა ან ეს იხვი თუ დედა მოწყნული ვიღაცა საზისხარი იხვ კი არა და იახოს თხლიშავ ერთ სახეში ბიჭო ეგ არ მოვიდეს არ დამენახოს რა პროსტა არ მოვიდეს და არ წარმიდგეს ჩემ წინ თორე დავწვავ მაგ დავნაყავ კი არა გავაქრობ ეს დედა მოწყნული იახვე რომელიც ქმნის ადამის გამო ამ საწყალ ევას ეს დედა ყლეკაცა ადამი კიდე რა რომელიც ვერ იცავს ევას და ეს გველი ხო გველაძუა ნებას აყოლილი ვიღაცა ჯანდაბა ღმერთია რომელიც ამ ევაში ხედავს რაღაცა სინათლეს თუ რავი ჯანდაბას ხედავს სამივე რო ამ ქალზე თიციდებს და მერე კაცობრიობა ევას მუცლიდან გამოსული დედა მოწყნული კაცთა პოლიტიკას აყოლილი ფალოსები ხო დადგებიან და კიდე ევას მოიხსენებენ ცუდად ისინი ყველა უნდა დააწვა ბიჭო ვინ არიან ეს დედა მოწყნული ხალხი მართლა რა დედა მოწყნულები ვართ სულ ყველა რა რო იცოდეთ რა ვერც ერთმა ვერ დაიცვა ევა ქრისტეს გარდა რა ვერც ერთი ვერ დაუდგა ევას ქრისტეს მხარში იცი ქრისტე ევას ქრისტეს გარდა მხარში ვერც ერთი მეთქი გეუბნებით რა ვერც დედა მოწყნული იახვე რომელიც მამათ არის მოხსენებული გველისკუდიანი და ლომისთავიანი დედა მოწყნული არსება ვერც ადამი და ვერც გველი და სამივემ დაადანაშაულა ეს საწყალი ევა რომელიც შექმნეს რისთვის ადამისთვის რო შექმნეს წარმოიდგინე და ყველამ ამ ევას მოკითხა რა პასუხი რომ რატო გააკეთე ესო და არც იმ გველს არავინ არაფერი არ მოკითხა არც ადამს და არც იმ დედა მოწყნული ახვეს რა გამომეკიდებიან ეხლა დედა მოწყნული იაღოველები და მეტყვიან როგორ იხსენიებ ჩვენს მამას ეს როგორც საჭიროა ისე ვიხსენიებ რა როგორიც არის ისე ვიხსენიებ არ იცოდა რომ გველისგან შეცდენილი იქნებოდა ევა თუ რა ეგონა ევა ისეთი შექმნა რომ გველს აჯობებდა დედას ფიცავან გამოიბავდა ფრთებს და გაფრინდებოდა და დაეხსნებოდა გველს დედა მოწყნულების სამყაროში ვცხოვრობთ რა ვინ რომელი ხალხს ამას გაიაზრებს და კიდე შვილს გააჩენს ხო რა მოხდა თამარმა ეს ყველაფერი გაიაზრა და ნახა რომ ეს დედა მოწყნულების ქვეყანაში ვცხოვრობთ მაგარ ჩაკეტილ წრეში ვცხოვრობთ სადაც ისევ და ისევ მხოლოდ ევა იხსნის თავის თავს არც იახვე არც ეს ელი განისა და ველის ელი და არც ეს ადამი თავს არ იწუხებს ამ ევასთვის რა ეს გააცნობიერა ქალმა ქალი არის ევა ყველა ქალი ევაა იცოდეთ ეს რა გააცნობიერა თამარმა და თქვა რა დედას მოგიტყნავთო რა რა ქნა ასეთი ევა ევამ საერთოდ არაფერი არ ქნა ევა იყო უბრალოდ ძალიან გულჩვილი პატარა გოგო რომელიც მოვიდა რომელ ღმერთს შეებრძოლება პატარა გოგო ევა და რომელ ღმერთს მოერევა გონებით ეს არის ის იახვემ რომ ეს გველი ევას აცდუნებს არის ის ეგ იახვემ არა მერე ის დაადანაშაულა რომ ევა მერე ადამიანს თუნდაო ფუი შენი დედა შევეცი მე იახვე რა მართლა ნეტა მქონდეს ფალოსი რა თუ არ გადავტყნა ეს კაცებიც და ქალებიც რა დედა მოწყნულების სულ ყველა რა
არ იციან სად შეათხარონ ეს ფალოსები და დაფალოსდა ყველა რა როგორც ჩანს რა სრულიად დედამიწაზე კაცობრიობა დაფალოსდა რა არ გეწყინოთ კაცებო ძალიან გთხოვ რა ყველა დაფალოსებული ხართ აბა ბიჭო თქვენ ყურამდე მოდის რომ კაცმა რომელიც ბავშვი ჯერ პედოფილიაში ეს ეპშტაინის ფაილები რომ გამოვიდა და ბავშვები იხმარა და მე დაკლა და ჭამა და თქვენ კიდე სახში ზიხართ და ოპელი შეგვიწოლე რომელი კაციც ამას უბრალოდ გაატარებს ეგ ხო კაცი არ არის ეგ ხო ფალოსია უკვე ეგ ხო გაცხოველებული აი რა გითხრა რა არარაობა ბიჭო ვინ არის კაცობრიობაში მანახეთ რომელი აღუდგა ამ საკითხს წინ მანახეთ რომელი კაცი აღუდგა ამ საკითხს წინ დღესაც იგზის ბავშვი პედოფილი კაცი ჭამია კაცი და დღესაც მოუწოდებს რომ ისრაელისთვის იომეთ გიო მეუბნა ანუ შვილი არ უნდა გააჩინოს ქალმაო რატო უნდა ჩამოიყვანოს შვილები ამ სატანჯველში მითხარი ვისთვის ან რისთვის აი გამაგებინე ვისთვის ან რისთვის ყველაფერს თუ გაიაზრებს ახლა რასაც მე გიყვებით ხო რატო უნდა ჩამოიყვანოს ქალმა რომ კიდე სული ამ დედამიწაზე ჩამოიყვანოს მაგარი საცემია რა მოსაკლავია და მოსატყნავიც არის რა ის ქალი რა ეს მატერია არის შექმნილი იახვეს დედამოტყნულობისგან რა მატერია განისა და ველის ელი არის მატერიის მეფე და ამ მატერიაში ამყოფებს სულებს რომელსაც იჭერს ვნებით ჯერ შეაცდენს ქალს ჯერ აცდუნებს ევას შემდეგ ამ ნიადაგზე წარმოიშობა სული და აი ეს სული ჩამოყავს სატანჯუელში აი ჩვენ ჩამოსული ვართ სატანჯუელში მე ნებით ჩამოვედი იმიტომ რომ ამ ყველაფერს წერტილი დაავუსვა და დედამოტყნულების ეს სატანჯუელი გავაქრო იმიტომ რომ ეს სატანჯუელი არის სატანის და რაც სატანამ შექმნა ის არის სატანჯუელის და ამ ყველაფერს წერტილი დაესმევა რა თავისივე ხელით დაუსვავს წერტილს ეს სატანა ამ სატანჯუელს რომელიც მატერიაში კეტავს სულებს და ამ ხელა მოცემულობის სულს ამ პატარა ხორცში ერთ უჯრედში გამოკეტავს რატო იმიტომ რომ ქალში ჩათესა ვნება გველის მეშვეობით ვნება არის ვირუსი რომელიც შეყარა ევას და ვერ განიკურნა ევა ამ ვნებისგან ამიტომ ჩამოიყვანა სულები ამ სატანჯუელში ხო და იმ სოფიასაც რო ეგონა რომ თავისი ქმნილება კარგია და შეიტანს მასში სინათლეს აგერ უკვე 10,000 წელი გავიდა და ვერ გააკეთა ეს და თუ ეხლა ვერ შეძლებს სოფია თავის ქმნილებაში ამ სატანჯუელში შეიტანოს სინათლე მაშინ უკვე წერტილი ესმევა ამ ყველაფერს ამიტომ დაასამარეს თამარი ისე რომ ზედ ფალოსი დაადეს სატანჯუელში ვართ რაც არის იმას ვამბობ და არაფერი მომიგონია სატანჯუელში ვართ ეხლა გაიგე სათხარ არა ხარ შენ აქ სამოთხეში არც ამ ლამაზ დედამიწაზე სატანჯუელში ხარ იცი რაღაც ის ასმათი თამარ ანუ ჩვენ შექმნილი დაბალი რანგის ბოროტი ღმერთია და ამ სამყაროდან უნდა გავიდეთ როგორ უნდა გავიდეთ წერტილი დაუსვით რა ამ საკითხს აღარ ჩამოიყვანოთ სულები ამ სატანჯუელში და ეგ იქნება რა მერე დაიწყება გაუპატიურება ნურც იმას გადახდით კლდიდან და всё მორჩა როგორც აკეთებდნენ ჩვენი ქალები და მორჩა ჩვენი ქალები როდესაც გაუპატიურებას იწყებდა აი ეს ურჯულო ერის წარმომადგენლები რა ფალოს დაფალოსებული ხალხი
თავს იკლავდნენ და ეგ იყო. და ვიღაცამ დააწესა თვითმკვლელობაო არისო ცუდიო. ვინ გითხრათ ეგ? ვინ გითხრათ რომ თვითმკვლელობა ცუდია და იქ აღარ მოხდები 64-ში? პირიქით, ამ სატანჯველისგან ათავისუფლებს შენ სულს. აქ ჩამოყვანა არის ცდუნება, ზუსტად ეგ არის, რომ შენ იმით რომ აი ოჯახების შექმნა კარგია, ის კარგია და საბოლოო ჯამში სულები ჩამოყავს სატანჯველში. მეტი არაფერი. თამარმა რატო გააჩინა შვილები თუ ეს იცოდაო? ვინ ეკითხებოდა თამარს საერთოდ? ვინმე ეკითხებოდა თამარს? როგორც ევას არავინ არ ეკითხებოდა, ისე თამარს არავინ არ ეკითხებოდა და ისე მარიამს არავინ არ კითხა რა. ღვთისმშობელ მარიამს არავინ არ კითხა უნდოდა თუ არა მას დაურსულება და ეხლა არ მითხრათ რომ მიქაელმა კითხა რაღაცაო რა. აი ეგ ზღაპრები და ტრაქში შეიტენეთ უკაცრავად რა. როგორც ევა დააორსულა მაცდურმა ღმერთმა, ისე ევა დააორსულა მაცდურმა ღმერთმა, ისე მარიამი და ისე თამარი. თქვენ გონიათ თამარს ვინმე ეკითხებოდა ვისთან უნდოდა სექსი და ვისთან არა? ვისთანაც უნდოდა იმასთან არ შეიძლებოდა და ვისთანაც არ უნდოდა იმასთან შეიძლებოდა. დაწყებული მღვდლებიდან დამთავრებული ვინ არ იყო თამართან, ვინც უნდოდა და ვინც არ უნდოდა. წმინდანად შერეცხეს. გაგწმინდათ მამაზეც იერმა კი არა დედაზეც იერმა თქვენ. თქვენ ბოზებო თქვენ, ფუ თქვენი როგორ დაცემულია ეს სული, არ შემიძლია ამის სატანა, დაცემულ სატანჯუელში ვართ ჩვენ რა. ვიღაცა დაწერს ეს გოგო ფსიქიურად შეშლილიაო და საწყალია უშველეთო რა და ის კაცი ჭამია პედოფილი ისრაელს რომ მხარში უდგას და ირანს რომ ბომბავს, ის არ არის ფსიქიურად შეშლილი? აბა მითხარი ამ დედამიწაზე რომელია ფსიქიურად დაალაგებული და მერე მე მომახტი რა. წადი ჯერ სხვაგან დაალაგე საქმეები, მერე მე მომახტი. კარგი? და მერე ჩემ ფსიქიკაზე იმსჯელე და ილაპარაკე ბევრი. ოკეი? ჯერ შენი დაალაგე და მერე ჩემ ფსიქიკაზე იმსჯელე და ილაპარაკე. სატანჯუელია ეს დედამიწა. ამ სატანჯუელში ქალის მეშვეობით შემოყავთ სულები, ატყვევებენ სულებს, იმიტომ რომ ზოგი ვნებას არის აყოლილი, იმიტომ რომ ეს ვირუსია და ვირუსისგან ვეღარ გაიწმინდა ევა. ევა, ჩვენ ყველანი ევას ხორცი ნაწილები ვართ. ყველანი ევას ნაწილები ვართ. ყველანი მისი ვირუსით ვართ შეპყრობილი, რომელი ვირუსიც ამ გველმა შეყარა მას. ეს არის ვირუსი. ამ ვირუსისგან განწმენდა ხდება მხოლოდ უნდა დაიწვა და ახლიდან აღსდგე. აი ამას აკეთებს თამარი ზუსტად ეხლა რა. და დედას უტირებს იმას, ვინც ეს მანქანა მოიგონა რა. აი იმიტომ მოვატრიალა, მოღუნა თამარმა ეს. იმიტომ არ უნდა თამარის გამოჩენა. მაგრამ თამარმა ჩააბარა თავისი კაბა იმათ. იცით რამდენი წელია ცდილობს სული რომ ეს გააგებინოს კაცობრიობას? ძალიან დიდი წელი. ერთადერთი ნათელი წერტილი მოძებნა თამარმა სვანებში რომ ეს საკითხი განეხორციელებინა რა. წავიდა, აუხსნა ამ ხალხს. ამ ხალხმა ასწავლა და თამარმა აუხსნა, მოდი ესე გავაკეთოთ, თუ ეს სატანჯუელი უნდა დასრულდეს, მაშინ თქვენ უნდა შეინახოთ ჩემი კაბა და როდესაც მე კიდევ ჩამოვიტვირთები და მოვალ, აი მაშინ მივალ იმ ადგილზე, გავხსნი ამას და ვანახებ ბრმაძეს სამუელს, რომ არსებობს მასე მაღალი რამ, რომელსაც უნდა დააუჯეროს. კაცებიც მაგ ვირუსით ვართო? გიო. აბა ევამ რომ ადამიანს აცდუნა არ გადადო ეს ვირუსი? გადასტო აბა რა ქნა. ხო და აი ზუსტად ამ ვირუსით ატყვევებენ სულებს და ჩამოყავთ ამ ხორცი ელში. ხორცი ელში. გესმის? ეს ხორცი ელია, ესეც ელია ერთ-ერთი ღმერთი.
ხალხმა მთლად გარეკა ქართული ენის სიმართლეს დავეძებ და ეს არის საშიში კაცობრიობისთვის თუ კაცი ჭამიები რო გჭამენე კარგია ხმას ვერ ვიღებთ შიშით ვინც ქართული ენას ებრძვის ლაზარეს თქვენ შეგჭამთ კაცი ჭამიებმა შეგჭამათ სუპერ საყვარელი მე გეტყვით ერთ რამეს რა ვისაც ეს ვინც ამაზე კაიფობს ეს არის კაიაფა აი ამ საკითხზე რომ სულს ატყუებს ხორცში ჩამოყავს და მერე აი ამ სულს ტანჯავს და მერე ჭამს ამას რა ეს გამოვიდა ფაილები თქვენ გონიათ ეხლა ეს მარტო ეხლა მოხდა ეს ხდება იახვემ რომ ხორცი შექმნა მას მერე და მას სწირავენ ამ ბავშვებს და აორსულებენ ქალებს და რას არ უკეთებენ ხალხო დედას ვიცავარ ეს სატანჯუელი უნდა დასრულდეს და პირდებით რომ 2026 წლამდე ეს სატანჯუელი დასრულდება და არავინ არ მითხრეთ ეხლა რომ გადავრჩებით ხორციელად ბიჭო ქრისტე იმისთვის ჩამოვიდა რომ აგ არ არისო ჩვენი სამეფო გითხრით და შენ კიდე ხორცს მისდევ ხორცს მისდევ კიდე გაითავისუფლე სული იცი რამხელა ეს ხორცი იცით როგორ არის რომ ჭიანჭველაში იყოს სპილო ჩაკეტილი რა ეგრეა ახლა სული როგორ იტანჯება ამ სატანჯველში და თქვენ კიდე უი მოკლავენ ჭიანჭველებს და ჭიანჭველას აი რო დაგასრისავენ ხო და უცბად რომ გათავისუფლება სული და რამხელაც ხარ იმას რომ დაინახავ ხო და შენ იმას რომ იცი რომ რატო ჭიანჭველა რო ვარ მაშინ არ მომკლანო გესმის რატომ აუკრძალა ღმერთმა ევას რომ შვილები გააჩინოს რა იყო მაგაში ცუდი თან ღმერთმა დააორსულა და ღმერთს გაუჩინა ევამ შვილი გეტყვით ერთ რამეს რა რაც აკრძალულია ის იტაცებს ადამიანს ამიტომ კარგი ხერხი მოძებნა აუკრძალოს ადამიანებს თან აკრძალული ხილი და თან მოანდომოს რასაც უკრძალავ ის გინდა აი ეს შემოგიტრიალეთ მაგარი გველია რა შემოგიტრიალეთ ვითომ ეს აკრძალულია რომ მოგინდეს და გაება ხაფანგში გესმის ეს რო იყოს ნებადართული როგორც თვითონ ტაშფანდურობენ და ხან ბავში შეყავთ ის ფალოსი და ხან ძაღლში და ხან რა ვიცი რაში ეს რო თვითონ ნებადართული აქვთ ჩვენ დაგვიკრძალეს თვითონ გესმის და ადამიანს რო აინტერესებს რა არის და რო გასინჯავს აი ცდუნება რომ წაძლევს ხო მე ზუსტად იქ ატყუებს სულს ზუსტად იქ ატყუებს სულს და მე ვითარდება ეს სული აი ამ ხელიდან ამ ხელაში რატომ ადევს თამარის აკლდამის ჩასასვლელს ფალოსი? იმიტომ რომ ეს ფალოსი არის, რომელიც გვიჭერს ჩვენ ამ დედამიწაში ხორციელში. ფალოსია. გამგები გაიგებს. ამიტომ გეუბნებით. ქალს იმხელა ძალა აქვს, ევამ რო იცოდეს რამხელა ძალა აქვს, კაცებს მთლიანად გაანადგურებდა. ამიტომ არ სურთ ქალის ძალის აღზევება, იმიტომ კლავენ და ქოლავენ ქალებს. იმიტომ წვავენ ქალებს. გადახედეთ ისტორიებს, რამდენი მილიარდობით ქალი ყავთ ჩაქოლილი და დამწვარი. იმიტომ რომ კაცს ეშინია ქალის. თუ ქალმა თავისი ძალის არსის გაიგო, გაანადგურებს ყველას. ხოდა აღსრულდეს, ამინ. კითხვები ხომ არ გაქვთ? ასმათი წელს რა საინტერესოა, როგორ მინდა ეს ყველაფერი კარგად გავიგო.
თამარის შესახებ გეტყვით ერთ რამეს. როდესაც გიორგი მესამე გარდაიცვალა, სანამ გიორგი მესამე გარდაიცვლებოდა, მანამდეც ჰქონდათ ყვავებს ვუძახი მე მათ, სასულიერო პირებს რო უძახიან დღეს იმდროინდელ კაციჭამია პედოფილებს, მასთან სექსუალური კავშირი და მამამისი რო გარდაიცვალა, მერე წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა? ხო, წარმოგიდგენიათ ხო რა იქნებოდა? ეხლა ვიღაცა იტყვის, თავისთავიდან გამომდინარე ამბობს. პედოფილის მსხვერპლი მე არ ვყოფილვარ. და ვამბობ იმას, რაც ჩამოვტვირთე, იმ ინფორმაციაში ჩავედი, სადაც იყო თამარი და იქიდან ჩამოვტვირთე. ევას, მარიამს და თამარს ერთი და იგივე ისტორია აქვთ. ერთი და იგივე წრეზე ტრიალებენ. ევას, მარიამს და თამარს. და საბოლოო ჯამში თამარმა აგემა მათ ის, რაც უნდა აგემოს. თამარ, ჩამოწერე ერთი ვინ შექმნა ადამიანი და რატომ 1000 ვარიანტს აჟღერებ, ლაბირინთის შექმენი და ხალხს აერია ტვინი. მიმოზა, სად ნახეთ რომ რა, ხო კიდე რომელი ვარიანტები გავაჟღერე, აბა მითხარით. და ასე რომ შემოკარგებო, ხო? თამარი არის მღვდლების მსხვერპლი, მარიამი არის მღვდლების მსხვერპლი და ევაც არის მღვდლების მსხვერპლი. იცოდეთ ეს ჩემგან. და როდესაც თქვენ ამას დაინახავთ, თუ რა როგორ ხდება ამ დედამიწაზე, ხო? მერე უკვე კარგად გაიგებთ, რაც უნდა გააკეთოთ და რაც არა. ჯოკერი დაურტყა ხო სოფო ზუსტად. მოუჯოკრა თამარმა მაგათ. მიმოზა წერს, ერთი კაცის ვიდეო ჩაგიგდე პირადში, სულ 4 ვიდეო აქვს ჩაწერილი, უყურე, შეიძლება ნანახიც გაქვს, მაინც მოგაწვდით ძაღლ თავიანებზეც ამბობს. ძაღლთავიანები აგერ ფრესკებზე გიკიდიათ და ვითომ იმან ისურვა ქრისტეფორემ, წმინდა ქრისტეფორემ ისურვა ვითომ რომ ძაღლის თავი მქონდესო, ისეთი ლამაზი იყო რომ ღმერთს თხოვაო ძაღლის თავი მქონდესო, რომ ხალხმა აღარ შემომხედოსო და ძაღლად იქცაო და აგერ ანუბისია ეგ. ძაღლის თავიანი ღმერთი ანუბისია და ანუბისზე გალუსინებენ. ქრისტეფორე დაარქვეს. ვა ღმერთო, რა მაგრები არიან. რატომ არის რომ მონაზღვენებათ რომ წირავენ თავს, უნდა მოერიო ვნებებს და აღარ უნდა იფიქრო სექსზე. რატომ თუ იცით აბა? იმიტომ რომ იციან ეს ყველაფერი მათ. ღმერთო ჩემო. ბოლო ჯამს აღარ იქნებიანო, აღარ დაქორწინდებიანო, რაც ამბობს ქრისტე? რატო არ დაქორწინდებიანო? რა, იმჯუშებენო? კი არ იმრუშებენ, ბოლო ჯამს მიხვდება ყველა რაშიც არის საქმე და გათიშავს ამ სისტემას. აღარ ჩამოტვირთავს, აღარ დაატყვევებს სულებს. და ჩვენ რო გონია მრავალშვილიანი დედა და უი რა კარგი და ის და ეს. რაც უფრო მრავალშვილიანი დედა, მით უფრო ცოდვილი. პირდაპირ მნიშვნელობით, მით უფრო ცოდვილი. ენოქი ამხელს ანუბისებსაც. ენოქი საერთოდ სრულიად სისტემას ამხელს და კიდევაც გამოჩნდება. და რაც უნდა ისუქნიათ რა, იმდენად გულის ამრევია ეს იალდაბაოთის იხვის ქმნილება, აი ეს რასაც ხედავთ, იმდენად გულის ამრევია, კაცობრიობა იმდენად გულის ამრევია, რომ არ მიყვირს იხვირო დაირქვა თავის თავზე რა.
შობადობა შეწყდა ვიღუპებით. ხო? შობადობა შეწყდა, ესე იგი ვიღუპებით და თორე სული არ არის, სული ვეღარ იცხოვრებს. ერი გადაშენდება. ნეტა ვინ იღუპება საკითხავი, ვინ და რისთვის ვცხოვრობთ, თორე კი აჰა, კაი, დაბადე შვილი და იყო სატანჯველში. მოკვდა დაბადა შვილი იყო სატანჯველში. ისიც მოკვდა დაბადა შვილი იყო სატანჯველში. რისთვის? აი რა გინდათ რომ გადაარჩინოთ? აი მითხარი, რისთვის ბადებთ შვილებს? რისთვის ვბადებთ შვილებს? გამო სკოლაში რო იარონ, მერე წავიდნენ სკოლიდან სახლში და მერე მონად გადაიქცნენ და მერე მოკვდნენ. თვითონ დაბადონ სულები, ჩამობადონ ამ დედამიწაზე და მერე მოკვდნენ. ანუ მაგის ეგ არსი, ეგ გაკმაყოფილებს თქვენ? ანუ ეგ არის კმაყოფილება? აი თურმე რისთვის ვბადებთ? აი თურმე რა ხდება დაფარული ფარდის უკან? აი თურმე სათქრებიან ბავშვები? აი თურმე ვინ ჭამს ბავშვებს? არა მგლები, არა ავაზები, არამედ თვით კაცი ჭამია, ტრამპები და ბალები. კი, ეგენი ჭამენ თურმე კაცებს. ამიტომ ჭირდებათ ადამიანის ხორცი. რა თქვენ გონია ადამიანს იმიტომ შექმნიდნენ, რომ ეხლა რაღაცა ღვთიურობა იყოს? იმიტომ შექმნეს ცხოველი რომ ჭამონ, ხო? ადამიანიც იმიტომ შექმნეს რომ ან ჭამონ, ან სარგებლობა მიიღონ მისგან, ან დამონებული ყავდეთ, ან ხო? და ბადე და ბადე. აი ბადე, გაება ბადეში? დაბადე. გაბმული ბადეში, კი. ვინც მე მეტყვის რომ ვინ ჩემზე იტყვის რომ ფსიქიურად შეშლილიაო, ხო? მაგარი ბრმა არის და ვინც ჩემზე იტყვის რომ სატანას ემსახურებაო, ის სატანას ემსახურება მართლა ვინც ჩემზე მაგას იტყვის რა. სისიფოს ხაზზე დავდივართ. ავიდან თქვას დააგორდება ის თქვა, ავიდან თქვას დავაგორებთ ამ თქვას, ისევ ავზიდავთ მთაზე, დავაგორებთ. აი შევდივართ, იმიტომ უნდათ რომ რეინკარნაციის საკითხი არ განიხილონ ამათ. თორე ადამიანმა თუ გაიგო რომ ერთ და იგივე წლებზე ატარებს სულს, ეს იახვე, ხო? ბიჭო, ხო აღარ გააჩენს შვილებს არა? ხო დაასრულებს ამ სისტემას არა? არა, მართლმადიდებელი არ ვაღიარებთ მაგას. და ქრისტე გეუბნება, იოანე იყო ელიაო. ქრისტე გეუბნება, იოანე იყო ელიაო და არა. ყველა არ იბადება. რაც აქედან მოვიდა და გავიდა გულში და ამოვიდა და ინით გამოვიდა გარეთ, ეს არის სიტყვა. სს უკავშირდება. და რაც ფალოსიდან შევიდა, განვითარდა და ისევ იქიდან გამოვიდა, ეს არის ხარი. ანუ რახელი. ანუ ხარ უკუღმა წაკითხული არის რახ ელი. ანუ რახ ელი, ელია. ღმერთია, ოღონდ რახ არის. გესმის? რომელიც ხარს უკავშირდება. და ხარი არის ზუსტად ის, რისიც ეშინოდათ ფარაონებს. ეს ხარი დააჭრეს, დაანაკუწეს, ნამცეცებზე დაიყვანეს მისი ხორცი და ჩააბეტონეს, რომ აღარ აღდგესო და მაინც აღდგა. ვინ აზროვნებს ყველას შეეშლილებს ეძახიან მატერიალურზე, ვინც ფიქრობს, მხოლოდ ისინი არიან მხოლოდ ნორმალურები. აბა თქვი მაინტერესებს რა უნდა ყოფილიყო ადამიანის შექმნის აზრი და როგორ ცხოვრება უნდა ყოფილიყო სრულყოფილი რომ დავარქვათ. აბა თქვი მაინტერესებს რა უნდა ყოფილიყო ადამიანის შექმნის აზრი და როგორ ცხოვრება უნდა ყოფილიყო სრულყოფილი რომ დავარქვათ. მიმოძა რა თუნდა მაგას კითხვა, ახლა ღმერთი ქმნის ადამიანს და ამყოფებს 64-ში და იყავით და მოუარეთ ამ
ცხოველებს უკითხრა, წყემსად დააყენა რა. თვითონ ეზარებოდა მოვლა, ხორცის ჭამა კარგად უნდოდა. ხო და გამოიგონა ადამი და აგერ დააყენა წყემსად. მოუარე ამ ყველაფერსო. წყემსად და გლეხად რა, იწვალე და იშრომე. გესმის? ოღონდ შვილები არ შექმნა. რა თუნდა ხა რისთვის ვქმნით რობოტებს რა რას ფიქრობთ თქვენ რისთვის ვქმნით ჩვენ რობოტებს აბა რომ ვემსახუროთ მათ რა თქმა უნდა რომ მოგვემსახურონ ხო იგივე ქმნილებები ვართ ჩვენც შეგვიქმნეს იმისთვის რომ მოვემსახუროთ მათ ეს შენია არა დახურე კარიცი ბიჭო რა მაგას კითხვა ლოგიკურად რომ ვიმშოროთ რისთვის ქმნის ადამიანი რა დაჟე ბავშვებსაც კი იმიტომ ვქმნით რომ მე ჩვენ გქონდეს წყალის მომწოდებელი ხო ღმერთმა დამიფაროს მაგისთვის არ შემიქმნია ბავშვები მაგრამ ეგრე ვიძახით ხოლმე წყალის მომწოდებელი მაინც მეყოლებაო წარმოგიდგენი რა სად ვართ სატრაკში ვართ აზე ხარ სიტყვა გასროლილი ის არია კი თამარი სად არის დასვენებული წინა ლაივებში აქვს თამარის ნათქვამი ვის მარინე იცი რა ეხლა დააყენონ ტრაკები და ენები რა სად არის თამარი დასვენებული და იმან იცის და ეხლა თურმე ყველამ იცის სად არის თამარი დასვენებული რა და აბა მაშინ ლეგენდა გქონდა რომ თამარის საფლავი არ ვიცოდით სად იყო ბიჭო რა გჭირთ ხალხო ჰა ლეგენდას შევქმენით რომ აი ეს შევქმენით ლეგენდა ვიცით სადაც არის თამარის საკლდამა მაგრამ აი ვითომ არ ვიცით კაი რა მთელი აგერ ჰიტლერი ჩამოვიდა მაგის მოსაძებნად აქ საქართველოში და დააძებს გრალს წმინდა გრალს რობოტები რომ აჯანყდნენ ხო შენ გონი არ მოხდება ეგ და წავაგებთ მაგაც წინააღმდეგ ომს რო იცოდეთ რობოტები რომ ჩვენ წინააღმდეგ აჯანყდნენ დედასპიცა რაც მაგაც ჩვენზე ინფორმაციები გქონდათ ხელოვნური ინტელექტი რო ჩასვან რობოტში ეგრევე განადგურებულები ვართ ხო და რა ვიცი მე რატო არ მიხარია ეს საკითხი არ ვიცი მაინც არ მიხარია მიუხედავად რომ უნდა განადგურდეს ყველაფერი რა უნდა განადგურდეს reset შო reset არის კნოპკა საჭერ reset დასრულდა ექსპერიმენტი ადამიანი დასრულდა განთავისუფლებით სულები და როგორც იქნება დავიწყებთ ისევ ეთერულ სფეროში არსებობას როგორც აქამდე იყო რა სინათლეებად რო ვიყავით და შემდეგ რო ჩამოგვიყვანეს ამ ტალახში ლაფში ანუ ლაფი წაიკითხება უკმა იფალ ლაფში დაიფლე ხო ლაფიო და თან დაიფლეო თან უფალო უფალიო ილუფო ულუფად უფალი დაფალიო და ასე სუფლობაში ვარ და მფლობელობაში ვარ ვიღაცის არსებობდნენ ადამიანები და არსებობდნენ ელები ანუ ღმერთები ელები წინ ხ უწერია წინ ჰელები არსებობდნენ რომლებსაც ჰქონდათ სინათლე ჰელები იყვნენ ისინი ვინც ეხლა წარმოიდგინე ილონ მასკმა შექმნა რაღაცა რობოტი და ჩვენ შეიძლება სულაც არ ვეთანხმებოდით იმ ილონ მასკს ხო იგივე შევითარება იყო მაშინაც ვიღაცამ შექმნა რაღაცა და შეიძლება დანარჩენი სულ არ ეთანხმებოდნენ ამ ექსპერიმენტს მაგრამ აი შექმნა მოკლედ ყველაფერში დამნაშავე არის სიბრძნე მე თუ მკითხავთ სოფია არის ყველაფერში დამნაშავე იმიტომ რომ სოფიამ შექმნა ეს არასრულყოფილი არსება რა სოფია არის პასუხისმგებელი ამ საკითხში რა და სოფიას მოეკითხება ეს ყველაფერი სოფო შენ კი არა შენ არა სოფიას იმ სიბრძნეს რომელმაც შექმნა თავის ჭკუაში რაღაც საინტერესო ერთი არ შეუქმნია იმ სოფიას არ შეუტანია თავის ქმნილებაში სინათლე დედასპიცა სოფიას ნადგურდება
და ის ქმნილებებიც ნადგურდებიან. ამიტომ გეუბნები, მე რასაც გეუბნებით, ხო, ამას ზედმიწევნით ისმევენ მასონები. იცი რატო? იციან რომ სოფია ლაპარაკობს ჩემი ენით. და ისიც იციან რომ თამარიში იყო სოფია და ისიც იციან რომ თამარი მოსულია მეორედ და ისიც იციან რომ თუ არ დაუჯერებენ თამარს თვითონაც ნადგურდებიან და თამარიც ნადგურდება და სუფეხზე კიდია თამარს განადგურდება თუ არა მაგისთვის მნიშვნელობას არ წარმოადგენს ეს ფიზიკური რო იცოდეთ რა როგორც ქრისტესთვის მან იცის კარგად რა არის ეს ფიზიკური არეშინია სიკვდილის ხორციელის დაკარგვის არეშინია პირიქით და აი ეს აგიჟებს გველს იმიტომ რომ ეს ხორციელი დაჭერილი ყავდა ადამიანი ამ ხორციელში და ეხლა რომ გაიგო ადამიანმა ბიჭო ხორციელი აბსოლუტურად არაფერს არ წარმოადგენს ქრისტეს ენით ქრისტეს სიტყვით ხო უკვე დაერხა მაგარი და ნახე რას აკეთებს ქრისტე შეეწირა სოფიასთვის და თუ სოფია ჩამოვიდა და ქრისტეს სიტყვებით ილაპარაკა თუ სოფიას მოკლავს იალდაბაუთი ყველაფერი ნადგურდება იცის მაგრად რა იმიტომ რომ ეგრე არის დაწერილი ეს არის გეგმა და გეგმაში რაც არის მოკლავს თავის პირდაპირ დააჭერს თავის სიკვდილს ხელს რა წითელი კნოპკა ვარ დამაჭერს ხელს დააჭერს თავის სიკვდილს ხელს ზუსტად ეგ მინდა დააჭიროს ამ წითელ კნოპკას ხელი რა რომ განადგურდეს სრულიად ეს ქმნილება ამოუვიდა სოფიას ხელში რა ამდენი ხანია ელოლიავება და ეხვეწება და ეს ჯიუტობს ეს რქიანი არსება ბიჭო აი დედა ადგა ეხლა და მოარტყა მაგარი წკეპლა რა ერთ შენ დედაც მოტყანო რა და შეო აღა ამოუვიდა ყელში რა ამოუვიდა ყელში მიხვდა რომ ვერაფრით ვეღარ შეაქვს ეს სინათლე და თვითონაც ყდება შეეწირება თვითონაც რა სულ არ აინტერესებს ახლა იმ სოფიას შენ ხორციელში დარჩები თუ არა უფალი ალი ფალი ლაფი მე ასე ვიცი რომ ჩვენ ენლილის ქმნილებები ვართ ეგ ენლილი იცი ვინ არის ლლ ენლლთ ლლთ არის ლილიტი იმიტომ რომ ხმოვნები მერე შემოვიდა ეს განვიხილეთ სიდონში ხმოვნები იეაოუ მერე აიოუ მერე შემოვიდა და თავიდან რაც იყო ლლც დაემატა ხმოვნები და აი ლილითი გახდა და ლილითი არის ელელეთი არის ერთ-ერთი ქმნილება რომელიც შეიქმნა მერვეცაზე თუ არა მეცხრეცაზე მეშვიდე ცისემოთ იალდაბაუთი მეშვიდე ცაზე არის და ლილითმა რა გააკეთაო წარმოთქვა სიტყვა რომლითაც ღმერთ შეუერთა ფრთები გამოივა და გაფრინდა ლლთმა ელეთი არის ის რომელმაც სიბრძნე წარმოთქვა აი სიტყვა ეკუთვნის ლილითს მაშასადამე სოფიას ლილიტია ლილიტი და სოფია ერთი და იგივე მხოლოდ იალდაბაუთს არ უნდა ამის აღიარება და ვერ დაიჯერა და ვერ დაინახა ეს რომ მასზე მაღლა ვინც დგას მან თქვა იხვხ ისა ვარ მე ვარ ვინცა ვარ გესმის მე ვარ ვინცა ვარო და არავინ სხვაო იხვი ვარო რა ესე გამოუვიდა ეჰევაიჰე მერე დაიმატა ეჰევაიჰე იხვხ არის იხვხ ეგ იალდაბაუთი არის იხვხ ვინცა ვარ კი არა და ისა ვარ ვინცა ვარ არა მე ვარ ვინც ვარო აი ეს წარმოთქვა იალდაბაუთმა დანარჩენი არავინ ვერ ხედავ მეო რა სოფია რის სოფია რასული წმინდაო გესმის ხო და მერე ჩამოვიდა აგერ ქრისტე და უთხრა შენ მრუშო მოდგმისავ ხო შენ კი არა ხარ შენზე უწინარეს შევიქმენიო გესმის ხო და ეს იხვხ თუ არ იტყვის თუ არ გაიგებს სოფიას ქმნილება რა არის ხო სოფია რო არსებობს და თუ არ აღიარებს სოფიას მაშინ დააჭიროს კნოპკას ხელი და მოკვდება სახელ ელენეშიც მსგავსი ინიციალებიაო ელელეთში ელალლეი ლლთ
ხედავშე როგორ საზრდოობს, ბავშვებს აჩენინებს ქალს, ჯერ ორივე სატანჯველში აყვებებს ქალსაც, ბავშვსაც და შემდეგ ამას ჭამს ბიჭო ეს გულის ამრევი ვინ არის ეს? იმიტომ ეშინოდათ თამარის გამოჩენის. რატო არ უნდათ თამარი ჩამოტვირთულიყო, იცი, ქალი რომელიც ამას მიხვდებოდა რა ძალის პატრონია, იმას უკვე ვეღარ წაუვიდოდნენ, ვეღარ აღუდგებოდნენ წინ და აი ზუსტად მოხდა ის რისიც ეშინოდათ. და რამდენი რამე არ მომაგზავნეს, გველუკაშვილის ცოლი აგერ ჩემი კარის წინ, აი აქ, ნახეთ? აი აქ, აი ამ კარებში შემოაყოფინეს თავი გველუკაშვილის ცოლს. და გველუკაშვილის ცოლი ორჯერ მომიგზავნეს აქ. მოვხვდი გველუკაშვილთან და შემდეგ გველუკაშვილმა ეცადა რომ ამაზრისთვის თავი დამენებებინა რომ აი თამარი თურმე მიკავშირდება ხედავ და გველუკაშვილმაც ვერაფერი ვერ გააწყო, ვერ მომჩხიბა, ვერ მომაჯადოვა. რა აღარ გააკეთეს ნუ ახლა აქ სოციალურ სფეროში სადეს რომ დავიჩმორებინე, მაგრამ თამარი რისი თამარია. მერე გველიც მომიგზავნეს. ის გველი გავიცანე მე ვინც არის. ადამიანის სახე აქვს დღეს და სოციალურ ქსელებში დგას, ლაპარაკობს ბევრს. გაიგებთ ვინც არის მალე. ის გველი ვინც ევას შეაცდინა, ხო, ვისში არის გამომჟღავნებული, ეგ გავიგე უკვე, სახელის და გვარის მეშვეობით. ეხლა მეგობრებო დაგემშვიდობებით და დავისვენებ ხა დავწვევი. სანამ ხორციელში ვართ. კიდევ ბოლო ჯობს გვიან ვიდრე არასდროს არის, ან გადარჩება ეს ქმნილება და სოფია მოახერხებს სატანაში იალდაბაოთში სინათლის შეტანას, ანუ სასტანში, ან კიდე დასრულდება ეს ყველაფერი. ამდენ ჯადოქარ საქართველოში რა ბედი ელის, რა საშიში ხალხია. იმიტომ არიან აქ ყველა ჯადოქარი, იმიტომ რომ ის მთავარი ქალი აქ არის საქართველოში. მაშინ როცა რობინს პაპი იყო ჩამოსული, მაშინ არ ვიყავი საქართველოში, მაშინ გერმანიაში ვიყავი. ვერაფერი ვერ მიქრე, სწორედ იქ მე აზზე არ ვიყავი, ჯერ აზზე არ ვიყავი რა ხდებოდა საერთოდ ვინ ვარ. და გამაქრობდნენ ეგრევე. და მე იფიქრებს ჯერ აზი არ არისო, ისე სხვათა შორის ილია მეორის მაგაში უნდა უმადლოდე მე. რომ ესე უთხრა, რომ აზი არ არისო ჯერ ის ქალიო და გაანებეთ თავი, ნუ გააქტიურებთო რა. ხო და რომ გამაქრობდნენ, მოისწრაფებდნენ სიცოცხლეს. და სხვათა შორის საინტერესო რა არის, იცი? მე კითხვა გამიჩნდა, რომ სანამ აზე მოვიდოდი, მანამდეც ექნებოდა ძალა ამ საკითხს. ეგ მაინტერესებს მე. არა, არ ექნებოდა, კი, იმიტომ სახელ და გვარში წერია ეს გეგმა. სახელ და გვარში წერია ყველას, სახელ და გვარში წერია ვინ იყო. აბსოლუტურად ყველაფერი იშიფრება. გრიგოლი წერს, თამარ შენ ვერაფერი შეგაჩერებს, სანამ სინათლეს არ მოფენ ქვეყნიერებას იბერიელების გასანათლებლად. მაგისტრის ჩამოვედი, თორე ან სიკვდილი, ან განათლება, ან სიკვდილი ვშიო, მეტი გეგმა მე არ ჩამომიტანია ამ დედამიწაზე. შორინა თეთრუაშვილი მაგას ვერ გაიგებდა. ეს რაღაცეებს რომ იწყობენ, იცი ვინ არის ეგ ხალხი? ვინც ვერ ერკვევა მაგ საკითხებში. ვინც ერკვევა, ის ხელს არ დამადებს მე. ვინც ვერ ერკვევა და ჯერ კიდევ რაღაცა სიბნელეშია და გონია რომ მე ხელს თმის ღერს ჩამომაგდებენ, ის თავის თავს ინადგურებს. პირველ რიგში ვინც ან ჩემს წინააღმდეგ ან იმჩხიბავებს, ან კიდე იფიქრებს რომ ეს რაღა არის, კაცო მოაშორეთ. ყველა თავის თავს ინადგურებს. ერთიც ვერ დამაკარებენ ეგენი. ის გეგმა რაც მე ჩამოვტვირთი ამ დედამიწაზე, ის შესრულდება. და თუ არ შესრულდება, ყველაფერი ნადგურდება, იცოდეთ რა. დედასპიცა ვარ,
ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით რა. ეს გეგმა მე არ შემიდგენია. ეს გეგმა სრულად ზეციურმა ძალებმა შეთანხმებით შეადგინეს. ეხლა თქვენ ხო გჯერათ რომ ქრისტე ტყუილად არ მოვიდოდა და არ შეეწირებოდა რა. ქრისტე მოვიდა იმისათვის რომ სოფიას ქმნილება გადაერჩინა. ამიტომ მე ხედავ რომ გადარჩება ეს ქმნილება, მაგრამ თუ მასში არ შედის სინათლე, ხო? კვდება. ამაში ყველა, ანუ ეს უკვე ესია რა. არის ღმერთების თქვენ გონია არაჩენენ სულებს. ღმერთებიც წარმოშობენ სულებს. ადამიანებსაც აქვთ უფლება სულები წარმოშვან და სატანჯელში არ ამყოფონ თავიანთი სულები, მაგრამ ამისათვის ნიადაგი უნდა გაასუფთავონ აქ. ამისათვის სამოთხე უნდა შექმნან დედამიწაზე, რომ სულს რომ ქმნი, შენ შესთავაზო ამ სულს. ის გარემო, რასაც იმსახურებს სული. მაგრამ შენ თუ ჯოჯოხეთს უქმნი, და ამ ჯოჯოხეთში მაინც ჩამოყავს ეს სული, უკვე ცოდვებში ხარ, აბსოლუტურად აცდენილი ხარ გზას. ჩვენ როგორ უნდა დავიცვათ თავი ამდენი ჯადოქრისაგან, განიწმინდეთ. თქვენში შემოვა ის ჯადოქარი, გავა, ვერაფერს ვერ გიზავთ. განიწმინდეთ, ანუ განიწმინდეთ. სხეული წმინდეთ. სხეული იწმინდება, აზრი იწმინდება, აზრები იწმინდება, სხეული იწმინდება. ორივე ერთმანეთზე არის დამოკიდებული. იმარხულეთ. ისე კი არა რომ სამარხო ნამცხრებით და სამარხო შოკოლადებით. იმარხულეთ. როგორც ქრისტემ გითხრათ. მარხვა რა არის? მოვა ცუდი აზრი, გაატარე. მოვა ცდუნება, გაატარე. ჯადოქრები ძალიან ბევრი არიან. შეიძლება ადამიანი აკეთებდეს ისეთ რამეს, რომ თვითონაც არ იცოდეს რატო აკეთებს. აი ეს ხდებოდა ნოეს დროს. ყველამ თავის ნებაზე დაიწყო სიარული. ამიტომ დაიხურა ეს. ამიტომ განადგურდნენ. მაგრამ უთხრა ნოეს უფალთა უფალმა. მოვა დრო, მე კი შეგისრულებ იმას, რომ გადავარჩენ ამ თესლისგან ერთს. თესლისგან კაცობრიობას, მაგრამ უარესებს იზავენ. და მართლაც შესრულდა ის, რაც უფალმა უთხრა ენოქს. ეს უფალი, რომელზეც ქრისტე საუბრობდა, ის არავის არ უნახავს. აი ეს იახვე კიდე იხბხ უნახავს მოსესაც, იმასაც. ზოგს ცეცხლის სახით, ზოგს იმის სახით, ზოგს იმის სახით. ზოგს ელაპარაკა. არც არავის გაუგია იმ უფალის შესახებ, რომელზეც ქრისტე საუბრობს. ქრისტე დედაღვთაებაზეც საუბრობდა. ხო და ახლა მე ვეუბნები აი ამ ქმნილებას. თავისი თვალით უნდა რომ იხილოს, რომ სული წმინდა მასე მაღლა დგას. იალდაბაოც. თავისი თვალით აიღო და დააფალოსა, ზედაადო ფალოსში გესმის? და ახლა თავისი ხელით აიღებს ამ ფალოს, ჩავა თავისი ფეხით იქ და თავისი ფეხით ნახავს, რომ სული წმინდას აქვს ის უნარი, რომ თავისი თავი აღადგინოს კვლავ. და ინფორმაციული ველი არ იკარგება, შენ მხოლოდ ხორციელი არ არსებობს. აი ეს უნდა უთხრას თამარმა იალდაბაოც. და ამაში დაეხმარნენ თამარს სვანები. აი ეს არის ყველაფერი. მადლობა სვანებს. ასე რომ თუ ვინმე რამეს უნდა უმადლოდეს გადარჩენას, უნდა უმადლოდეს სვანებს გადარჩენას და თამარს. ასე რომ მადლობა ყველას იმას, ვინც მონაწილეობას იღებდა ამ საკითხში და ვნახოთ როგორ დასრულდება. ვნახოთ.